მოზარდ მაყურებელთა თეატრის სეზონის ბოლო პრემიერისთვის ემზადება. უღრანი ტყის ყაჩაღები, ასე ქვია ახალ საბავშვო სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა დაწერა და ახალგაზრდა რეჟისორთან გიორგი სულთანიშვილთან ერთად დადგა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც პატარა მაყურებელს მხიარულ ისტორიასთან ერთად მეგობრობის, თანაგრძნობისა და სიკეთის მნიშვნელობას შეახსენებს. გამომდინარე იქედან, რომ თითქოს ერთგვარად ერთი და იგივე ზღაპრების დადგმის ის მიდის ტენდენცია, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ რაღაცა ახალი შექმნილიყო და ინსპირაცია მომცა როგორც ჩვენმა დასმა, რომელსაც შეუძლია ბევრი სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩაიდინონ სცენაზე, ასევე მომცა დიდმა მეზღაპრემ ჰანს ქრისტიან ანდერსენმა მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოების ერთი ეპიზოდი ავიღეთ ფაბულად. ანუ პერსონაჟების, რამოდენიმე პერსონაჟი გამოვიყენეთ იქედან, თუმცა ის ამბავი, რაც ხდება ანდერსენთან, რა თქმა უნდა, არ ხდება ჩვენთან, აქ არის აბსოლუტურად ორიგინალური ამბავი და ვინაიდან ამაში ყველაფერში ვიყავი აქტიურად ჩართული, წერის პროცესი თუ განაწილება თუ ამ შემდეგ ახალგაზრდა რეჟისორს გიორგი სულთანიშვილს ვთხოვე, რომ ჩვენ გვემუშავა ერთად, იმიტომ რომ აი ეს უცხოთვალი, სხვა ხედვა, რომ არ ჩავძირულიყავი მთლიანად ყველაფერში მე და მე მგონი ამ ტანდემმა გაამართლა სხვადასხვა თაობის რეჟისორების ერთად მუშაობამ და სცენაზე 4 სხვადასხვა თაობის არტისტები არიან. ზღაპარი პატარა ყაჩაღ გოგონას ამბავს გვიყვება, რომლის დაბადების დღე უჩვეულო საჩუქრებით და მოულოდნელი თავგადასავლებით დაიწყო. ამბავი უღრანი ტყის შუაგულში ვითარდება, სადაც საშიში მხეცების ნაცვლად მოლაპარაკე და კეთილი ცხოველები ბინადრობენ. წარმოდგენის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტი კი სცენოგრაფია და კოსტიუმებია, რომლებიც სპეციალურად ამ ზღაპრისთვის შეიქმნა. ჩემი პერსონაჟი არის 14 წლის გოგონა, რომელიც არის ძალიან ნაზი, სათნო და ძალიან მეგობრული ადამიანი და ამ სპექტაკლშიც ძალიან მომწონს მისი ხასიათი, რადგან ყოველთვის ცდილობს, რომ ადამიანებს გვერდში დაუდგეს და ცდილობს, რომ ამ თითოეულ პერსონაჟს სიკეთესკენ ახერილოს თვალები და ეს ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო და საინტერესო იყო ძალიან ამ როლზე მუშაობა. სპექტაკლი არის ძალიან ზღაპრული, დეკორაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არის ძალიან ფერადი და ბავშვები ამ ყოველფრით მართლა ზღაპარში იქნებიან და რაც შეეხება კოსტიუმებს, კოსტიუმები არის ყველა პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარე, არის ფერადი, არის ზოგი უხეშიც და ძალიან ლამაზია და ძალიან თვალში საცემია ცხოველების კოსტიუმები, რადგან ყველა რადიკალურად განსხვავებულია და ყველა დეტალი არის ძალიან კარგად გამახვილებული. ჩემი გმირი რაც შეეხება ეს არის უბრალო ბატი არ გეგონოთ, ოქროს კვერცხებს ვდებ, ესე კი არ არის. გიждები ისე მომწონს და ძალიან მომწონს ის ამბავი, რომ უკვე თითქმის 30 წელი ამ თეატრში ვარ და პირველად სულ ჩხუბობდი სხვათა შორის რომ დაავერდი ამ თეატრში და მათ ამბაშეთ ერთი ან ცხოველი, ან ფრინველი, ან რაღაცა და ჩემმა მეგობარმა, ბატონმა დიმა ღვთისიაშვილმა ამისრულა, ასე ვთქვათ, ოცნება და თამაშობაც ძალიან დიდი ხალისით, ძალიან დიდი სიყვარულით და ძალიან კარგი გმირია და ვერთობი კიდევაც და დიდი ბედნიერებით ვთამაშობ, ასე ვთქვათ. იოჰან, შენ მარცხნიდან ზღაპარის სახელწოდებით უღრანი ტყის ყაჩაღები თავისი დადგმითა და შინაარსით არა მხოლოდ მცირე ასაკის, არამედ უფროსი თაობის მაყურებელსაც დააინტერესებს, რადგან მასში წარმოდგენილი ღირებულებები ნებისმიერი თაობისთვის აქტუალურია. სპექტაკლის პრემიერა 3 ივლისს 7 საათზე გაიმართება. 12 ივლისს კი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სეზონს დახურავს და 100 წლის იუბილესად მიმიძღვნილი საგასტროლო ტურნეთი დასავლეთ საქართველოს ეწვევა.